მოკლედ ეს უკვე მეოთხე გაკვეთილი ჩვენი დახურული ჯგუფის, სადაც განვიხილავთ პრემიუმ და დისკაუნტ ზონებს, რომელი არის საუკეთესო შესვლის ზონა და ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი იქნება. განვიხილავთ მარკეტთან მიმართებაში, ფიბონაჩის სტრუქტურებს გავავლით, რომელი არის საუკეთესო პროცენტულობით მაჩვენებელი და მერე უკვე ამ ყველაფრის გავლის მერე მოდის სტრატეგიაში როგორ ჩავსვათ ეს ყველაფერი, რაც სხვა კატეგორიაში არის ტრეიდინგის სავაჭრო სტრატეგია მგონია ესე ქვია და იქ იქნება უკვე აი ამ ყველაფრისაც გავდივართ ამეების ჩვენ სტრატეგიაში ჩასმა და მთლიანად ყველაფრის გავავლით. საუკეთესო პრემიუმ დისკაუნტ ზონები რომელი არის ბაიში რომ პრემიუმში რომ არ ვიყიდოთ და მსგავსი რაღაცები, საერთოდ რა არის პრემიუმი და დისკაუნტი, ფიბონაჩი რა არის და რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს, ამას გავავლით. რისკ რევარდი რომ უკეთესი იქნება ამის შემდეგ და მოკლედ ყველაფერი. აი აქ მაგალითად დღევანდელ მაგალითზეც ფიბონაჩიმ დიდი გავლენა იქონია იმ მხრივ რომ 50%-ზე დისკაუნტი იყო ჩამოსული და აქედან ტრეიდი სწორედ ამიტომ ავიღეთ და მართალია ბოლომდე ვერ ავედით, მაგრამ break-even-ზე გქონდა და მიყოლებით მიქონდა და მაინც მოგება გავაკეთეთ, იმიტომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ take profit-ამდე არ მივიდა ტრეიდი. და აი ესე 71-19%-იანი ფიბონაჩის სტრუქტურა, საიდანაც როგორც კი 71-19%-იან ფიბონაჩის ჩამოვიდა, ზევით წავიდა და დიდი ალბათობით გააგრძელებს კიდევაც ამას სვლას და საერთოდ რა არის ფიბონაჩი, რა არის დისკაუნტი, ახლა ამას გავვლით მაგალითად 1 საათიანზე ვიცით რომ არის აღმავალი ტრენდი, გვაქვს სტრუქტურის შესვლა ან demand არ liquidity, რაც წინაზე გავიარეთ, ხო? მაგალითად აქ გვაქვს სტრუქტურის შეცვლა ძლიერად, გააკეთა liquidity, ასევე შეცვალა აზიის low-ს გასვიპა და ზევით წავიდა, აქ გუშინდელი აზიის low-ს გასვიპული ქონდა და liquidity-ის უბის შემდეგ demand-ი შეავსო, ანუ ვიცით რომ აღმავალი არის 100%-ით თან აი ეს ფითილასანთელი, მწვანე ძლიერსანთელი მგონი შეფსო ჯერ ზევით წავა ამას შეავსებს და შემდეგ წამოვაქვევით. მოკლედ ვიცით რომ აღმავალი არის და აი ეს ორი კიდე ფითილასანთელი. ანუ აღმავალ ტრენდზე ვიცით რომ აღმავალი არის და შემდეგ დაღმავალ ტრენდზე უკვე შესვლის პერიოდში ვაყენებთ ფიბონაჩის. მაგალითად აქ ვნახოთ როგორ ხდება ეს ყველაფერი. როცა მარკეტი მსგავსად მოძრაობს თანაბრად, ჩამოსვლის შემდეგ დავუშვათ იყო ძლიერი სტრუქტურის შეცვლა დაღმავალ წამოსვლა, ხო და უკვე ველოდებით რომ აღმავალში წავა. ეს არის ყველაზე დაბალი low, ეს არის ყველაზე მაღალი high, ხო? სადაც შეიძლება რომ ანუ ფასი ყველაზე მაღლა აქ ავიდა, ხო? ეხლა ნახე რა ხდება აქ. ვიღებთ ფიბონაჩის, რომელიც არის აი აქ და ვავლებთ ესე ქვევიდან ზევით. როცა აღმავალში მივდივართ. ეს არის პრემიუმ ზონა, ზევით არის პრემიუმ ზონა, ქვევით არის დისკაუნტი, 0.5-ის ქვევით არის დისკაუნტი, ზევით არის პრემიუმი. ფასი რომ high რომ აქ არის და low აქ, ფასი სანამ აქედან აი ამ high-დან არ ჩამოწდება აი ამ 50%-იან მაჩვენებელს და დისკაუნტში არ ჩამოვა, მანამდე არ უნდა ვეძებოთ აღმავალისკენ ტრეიდი. აი აქ როგორც მოხდა 50%-იანს ჩამოწდა და წავიდა ზევით, ხო? და აი ეს high აიღო. ეხლა ხო. აი ეს მარტივი რაღაცა არის სინამდვილეში. low, high 50% აიღო და შემდეგ high მოხსნა.
მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი ის არის, რომ სანამ 50%-ზე ჩამოსდეს, სანამ არ იქნება დადასტურება აღმავლისკენ, მაგალითად როგორიც აქ იყო აი ეს ორი ძლიერი მწვანე სანთელი, მანამდე არ უნდა გავხსნათ ტრეიდი, იმიტომ რომ შეიძლება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, სანამ სანთელი ერთწუთიანი სანთელი ბოლომდე არ დაიხურება, მანამდე არ უნდა აიღო ტრეიდი. აქ მაგალითად შეიძლება აღმავალში იყოს სანთელი 30 წამის განმავლობაში და შემდეგ 30 წამში დაბლა ჩამოვიდეს. ანუ სანთელი არ ითვლება დადასტურებად იქამდე, სანამ არ იქნება დახურული. ყველაზე მნიშვნელოვანი კიდე აქ ის არის, რომ საუკეთესო ზონა, საიდანაც შეიძლება ავიღოთ ტრეიდი, ეს არის 71 და 79%-იანი და ეხა აქ სეტინგებიც ვნახოთ ფიბონაჩი თუ როგორ გვიყენია და ზუსტად შეიძლება გადააკოპირო შენს აი ეს არის ზუსტად 100%-ით ესე უნდა დააყენო ყველაფერი. კიდე ერთხელ ჩავიდეთ. აი ეს შეიძლება გადაუღო და აი ეს ჯობს რომ ხავი დააყენო სეტინგები და ესე შეინახა. და საუკეთესო ენტრი რა არის? როცა აღმავლისკენ წავედით, მაგალითად აქ სტრუქტურა შევცვალეთ და ფასიქოვი წამოვიდა, ხო? ეს არის high, ეს არის low. გავავლეთ ფიბონაჩი low-დან high-მდე და აქ ნახე რამდენჯერ იყო იმის შესაძლებლობა, რომ ტრეიდი გახსნილიყო. აქ ორი ძლიერი სანთელი შეგეძლო ტრეიდი გაგეხსნა, მაგრამ დაგასტოპებდა, იმიტომ რომ რა არ იყო ჯერ დისკაუნტში ჩამოსული. აქაც კიდევ ერთხელ შეიძლებოდა ტრეიდის გახსნა, მაგრამ კიდევ დაგვასტოპა. კიდევ ერთხელ, კიდევ. და ტრეიდერებს უმეტესობა აი ამას შეუშვებს შეცდომას, რომ პრემიუმიდან ვიღებს ტრეიდებს. პრემიუმიდან ტრეიდის გახსნა არ შეიძლება, მთავარია განსაზღვრო low, ყველაზე დაბალი low რა იყო ერთწუთიანზე ამ შემთხვევაში, high გაავლო ეს ფიბონაჩი და დაელოდო 50%-იანს ჩამოსდეს. სანამ 50%-ს არ ჩამოსდება, მანამდე არანაირი ტრეიდი არ აიღო და თუ 50-ს ჩამოსდება და აი ესეთი დადასტურება ექნება როგორც აქ ქონდა და ავიღეთ ტრეიდი, მაშინ ასეთი ასვლის შემდეგ სტოპი break even-ზე მალევე უნდა ჩამოიტანო. ნებისმიერ შემთხვევაში მალე ჩამოგვაქვს სტოპი, მაგრამ 50%-იანი არ არის ყველაზე სანდო. ყველაზე სანდო მაჩვენებელი არის 71-79%-იანი მაჩვენებელი, სადაც როგორც კი ჩამოვიდა, როგორც ხედავ, წავიდა მაღლა. აქ შეიძლება ერთხელ დაასტოპა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სტოპი არ უნდა დააყენო პირდაპირ აქ. მაგალითად, როცა long-ს იღებ აი აქ, სტოპი Z low-ზე არ უნდა დააყენო, ოდნავ დაბლა. და ამ შემთხვევაში ვერ დაასტოპებ და წავიდე და ზევით. მოკლედ, discount და premium ზონების გაკვეთილი ეს იყო. მარტივი რაღაც არის და კიდე რა შეიძლება ამაზე რომ დავამატოთ. აი ეს პროცენტული მაჩვენებლები არის საუკეთესო ადგილები ფიბონაჩისთვის, საიდანაც უმეტესად ზევით მიდის ხოლმე და რაც დადასტურებული არის, რომ ესე ხდება. ხო და მთავარი წესი, რომ პრემიუმში არ იყიდო და პირიქით ასევე და გაყიდო პრემიუმში, მაგალითად სხვა მაგალითი ვნახოთ პირიქით დაღმავალი ტრენდისთვის. აქედან წამოვედით დაბლა, ხო? ფიბონაჩი ყველაზე high არის ეს, low არის აი აქ. რას ვაკეთებთ? გავავლეთ ფიბონაჩი, ხო? ყველაზე high, ყველაზე low.
ანუ აღმავალში იყო ტრენდი, წამოვიდა ერთწუთიანი სტრუქტურა შეცვალა, ჩამოვიდა და ყველაზე low რაც ქონდა იყო ეს. აქედან რა მოხდა? ფასი წავიდა ზემოთ და სანამ ამ 50%-იან ნიშნულს არ გაცდება და პრემიუმში არ წავა, ანუ პირიქით გაყიდვა ხდება პრემიუმში. სანამ 50%-ს არ გაცდება და პრემიუმში არ ავა ფასი, მანამდე არ უნდა გავყიდოთ. აქ მაგალითად 71%-ზე ზევით ავიდა და შემდეგ წამოვიდა დაბლა. ნებისმიერ შემთხვევაში აქ supply-ს უნდა დავლოდებოდი და შემდეგ წამოსულიყო, იმიტომ რომ აქ არანაირი დადასტურება ერთწუთიანი სანთლებს არ მოუწია. სულ ეს იყო ეს გაკვეთილი უმარტივესი პრემიუმ და discount ზონების და story entry შესრულს. თუ რამე კითხვები იქნება ჩატში დასვით ყველაფერი და შეიძლება კიდევ ერთი გაკვეთილი იყოს ამასთან დაკავშირებით. აბა შემდეგ გაკვეთილამდე.